ტრამპი აორმაგებს ფსონს, მას შემდეგ რაც ირანი დოხაში შეხვედრას გაექცა. ამ მხრივ ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. მაგრამ დოხაში შეხვედრა ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ან იქნება რა, ამას გავიგებთ. მაგრამ ჩვენ სამხედრო თვალსაზრისით ვიმარჯვებთ. ვიტყოდი რომ თითქმის უკვე სამხედრო გამარჯვებაა. მაგრამ ჩვენ სამხედრო თვალსაზრისით ვიმარჯვებთ. ვიტყოდი რომ თითქმის უკვე სამხედრო გამარჯვებაა. თეირანმა უარყო, რომ უახლოეს დღეებში აშშ-თან რაიმე მოლაპარაკება აქვს დაგეგმილი, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონმა გამოაცხადა, რომ სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კატარში გაემგზავრებიან ომის დასრულების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის განსახილველად. თეთრი სახლი საუბრობს მაღალი დონის შეხვედრაზე. ტრამპი ამბობს, რომ სამხედრო თვალსაზრისით იმარჯვებს. თეირანი პასუხობს, რომ მისი დელეგაცია დოხაში მხოლოდ ტექნიკური დეტალების გასაცნობად მიემგზავრება. სწორედ აქ იზრდება დაძაბულობა. აქ დაძაბულობა შეხვედრას ძალაუფლების გამოცდად აქცევს. ისრაელი ხურადღებით აკვირდება ყველაფერს, მაშინ როცა გაეროში ბრალდებებს ებრძვის და ცდილობს დაამტკიცოს, რომ იზოლაციაში არ იმყოფება. ის აკვირდება ებრძვის ბრალდებებს გაერთიანებულებში. ავერსა აქვს ერთ-ერთი RBA-ის მატრასი და ეს არის ასუქცია, რომელსაც შენ გააკეთებდი. ცვლილება უნგრეთში ასევე განხილულია გაეროში. ლის, ჯერ არა, მაგრამ ნამდვილად ვარაუდობთ, რომ იგივე არ იქნება. ორბანი ისრაელისა და შეერთებული შტატების ნამდვილი მეგობარი იყო. ომი ქაღალდზე შეჩერდა, მაგრამ ზეწოლა კულისებში კვლავ გრძელდება. რას ცდილობს თეირანი მოიგოს? რატომ გაამკაცრა ტონი ტრამპმა? როგორ გადაიქცა დოჰა ძალის გამოცდად? ეხლავე ყველაფერს გეტყვი. თუ ასეთი პირდაპირი და გულწრფელი კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ასეთ ვიდეოებს ნახავ. ირანის მთავრობამ განაცხადა, რომ მომდევნო დღეებში ამერიკელ ოფიციალურ პირებთან შეხვედრა არ გაიმართება. ესმაელ ბაკაიმ, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა განაცხადა ეს. მან თქვა, რომ თეირანი კონცენტრირებულია ურთიერთგაგების მემორანდუმის შესრულებაზე, განსაკუთრებით იმ მუხლებზე, რომლებიც ნავთობის გაყიდვასა და გაყინული აქტივების განთავისუფლებას ეხება. ბაკაის თქმით, ირანული ტექნიკური დელეგაცია ამ კვირაში დოჰაში გაემგზავრება, თუმცა ეს ვიზიტი არ უკავშირდება კატარში დონალდ ტრამპის წარმომადგენლების ყოფნას. ვაშინგტონი სხვა გზას დაადგა. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ სტივ უიტკოფი, ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი და ჯარედ კუშნერი დოჰაში გაემგზავრებიან ირანთან დაკავშირებულ შეხვედრებზე. პრეს-სპიკერმა კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ასრულებს ზავის პირობებს, თუმცა მკაფიოდ აღნიშნა, რომ ძალადობას ძალადობით უპასუხებენ. ეს გაფრთხილება მნიშვნელოვანია, რადგან 14 პუნქტიანი მემორანდუმი, რომელიც 17 ივნისს მოეწერა ხელი, მიზნად ისახავდა 4 თვიანი კონფლიქტის დასრულებას, მტრულობის შეწყვეტას და ჰორმუზის სრუტის გახსნას. ეს არის სასიცოცხლო მნიშვნელობის გზა გლობალური ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის ნაკადისთვის. ირანი ცდილობს დოჰაში ვიზიტი ტექნიკურ განხილვას წარმოაჩინოს და არა პოლიტიკურ მოლაპარაკებად. ბაკაიმ განაცხადა, რომ საბოლოო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, რადგან ირანული ვერსიით ჯერ მემორანდუმის წინა ნაწილების შესრულებაა საჭირო. ხადია, რა არის ნარატივი? სწორია. ეს არის ნარატივი, რომელიც მისმა პრეს-სპიკერმა ძალიან სწრაფად გამოაცხადა. ჩვენ აბსოლუტურად არ ქონდა არანაირი გეგმა ამერიკელებთან შეხვედრისთვის არც ერთ დონეზე, უახლოეს მომავალში რომ შეგვეძლო ამაზე უარი გვეთქვა. თავდაპირველადაც ბატონმა გარიბაბადიმ ეს გამოაცხადა, ისევე როგორც მე გუშინ. მეც მოხდება ეს ხვალ დოჰას ქალაქში. რასაც ბევრჯერ ბოლსონარომ თქვა, რომ დოჰაში პოლიტიკურ საუბარს ჰქონდა ადგილი, ეს საუბარია, მაგრამ საკმაოდ დეტალური იმ მემორანდუმის ზოგიერთი პუნქტის ეფექტური განხორციელების შესახებ. მათ შორის იმ პუნქტის, რომელიც დაკავშირებულია დაბლოკილი ირანული აქტივების გათავისუფლებასთან, რომელიც კატარის მხარეებთან ერთად განიხილება. ამიტომ კიდევ ერთხელ უსვამ ხაზს, რომ არანაირი შეხვედრა არ გაიმართება არც ერთ დონეზე. ჩვენ არ უგეგმავთ არაფერს ამერიკულ მხარესთან მომდევნო დღეებში. მემორანდუმის სხვადასხვა პუნქტის ეფექტური განხორციელების პროცესი. მათ შორის კონკრეტულად აქტივების გათავისუფლებასთან დაკავშირებული პუნქტი. ამჟამად მიმდინარეობს სრულად, როგორც დაგეგმილი იყო. რაც შეეხება მე-11 პუნქტს, ყველა საჭირო ზომა უკვე მიღებულია. და გულწრფელად ვიმედოვნეთ, რომ ღმერთის ნებით სამუშაო სწორად წარიმართება და სრულად მიაღწევს იმ შედეგს, რომელსაც ასე ძალიან ველით.
ვაშინგტონში ამას სხვაგვარად ავიქვამენ. თუ თეირანმა მოითხოვა შეღავათები, ნავთობი, გაკინული თანხები და სტაბილურობა, მაშინ მას უნდა მიუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას, აიღოს ვალდებულება და შეწყვიტოს ისე მოქცევა, თითქოს მხოლოდ შეთანხმების სარგებლის მიღება შეუძლია. დონალდ ტრამპი ამ სიტუაციაში ჩაერთო ტონის დაკლების გარეშე. მან თქვა, რომ შეერთებული შტატები სამხედრო თვალსაზრისით იმარჯვებს და დოხაში გამართულ შეხვედრას ისე მიუდგა, როგორც რამეს, რაც შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ან არა ირანის ქცევაზე დამოკიდებულებით. თუ ირანი გამოჩნდება ზეწოლის ქვეშ. თუ არ გამოჩნდება, დაადასტურებს სურათს, რომ შეხვედრას გაექცა. დაძაბულობა ასევე ნავთობის საკითხსაც ეხება. შეთანხმების შემდეგ, რომელმაც ჰორმუზზე ზეწოლა შეამცირა და ირანის ენერგოპროდუქტებზე შეღავათისთვის გზა გახსნა, დონალდ ტრამპმა შეერთებულ შტატებში ბენზინის ფასების ვარდნა იზეიმა. მისთვის ეს ერთდროულად შიდა და გარე პოლიტიკური საკითხია. დოჰა იქცა ადგილად, სადაც თითოეული მხარე ცდილობს ნარატივის კონტროლს. კატარი მედიაციის არენად ჩანს, მაგრამ რეალური დაპირისპირების ცენტრი ვაშინგტონსა და თეირანს შორისაა. შეერთებული შტატები ცდილობს მემორანდუმის ზეწოლისა და კონტროლის ბერკეტად აქციოს. ირანი ცდილობს შეთანხმება წარმოაჩინოს როგორც ვალდებულებების სია, რომელიც ამერიკელებმა უნდა შეასრულონ ნებისმიერი საბოლოო მოლაპარაკების დაწყებამდე. ისრაელი ამ ისტორიაში სხვა მხრიდან ერთვება. გაეროში ისრაელის ელჩმა დენი დენონმა უარყო ბრალდებები, რომ ისრაელი ესხმის თავს მშვიდობიან მოსახლეობას, ექიმებს, ჰუმანიტარულ მუშაკებს და ჟურნალისტებს. მან თქვა, რომ ისრაელი სამოქალაქო პირებს სამიზნედ არიჯებს და დაადანაშაულა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. ანტი-3 ისრაელის ავტომატურ რეჟიმში მუშაობაში. ქვეყნები ადანაშაულებენ ისრაელს სამოქალაქო პირების განზრახ მკვლელობაში. რომ ისრაელი განზრახ ესხმის თავს ექიმებს, ჰუმანიტარულ მუშაკებს და ჟურნალისტებს. არაერთხ მოვედი აქ და აშკარად თქვი. ისრაელი არ ესმის თავს მშვიდობიან მოსახლეობას. ისრაელი არ ესმის თავს ჟურნალისტებს. ისრაელი ესმის თავს ტერორისტულ ჯგუფებს. მაგრამ თქვენგან ბევრმა დღეს გადათვიტა იგივე ბრალდებების გამეორება. ეს რეაქცია მოხდა დასავლეთ სანაპიროს საკითხზე შეხვედრას, მას შემდეგ რაც 5 ევროპულმა ქვეყანამ გააფრთხილა კომპანიები პროექტ E1-თან დაკავშირებულ კონტრაქტებზე, რომელიც მდებარეობს იერუსალიმის აღმოსავლეთით. დენონმა სცადა ცხადი გაეხადა, რომ ისრაელი არ შეეგუება, რომ ბრალდებულის სკამზე დასვან, მაშინოცა ერთდროულად ებრძვის ტერორისტულ ჯგუფებს და დიპლომატიურ ზეწოლას. მისი განცხადება შეესაბამება კრიზისის უფრო ფართო გარემოს. ისრაელი ხედავს, რომ საერთაშორისო დიპლომატიის ნაწილი ცდილობს იერუსალიმის იზოლირებას, მაშინოცა მისი მოკავშირეები ცდილობენ აჩვენონ, რომ ეს შეფასება არ შეესაბამება რეალობას. თავად დენონმა აღნიშნა მტკიცე კავშირები სპარსეთის ყურის ქვეყნებთან და დაასახელა პოზიტიური ნაბიჯები სამხრეთ ამერიკაში, სადაც ახალი პოლიტიკური ტალღა ახლობს მთავრობებს შეერთებულ შტატებთან და ისრაელთან. ეს თუ ის უდავოდ არსებობს პოზიტიური ტენდენციები. ყველა საუბრობს დიპლომატიურ იზოლაციაზე, მაგრამ ასევე არის იცით პოზიტიური რამეები. შემიძლია გითხრათ, რომ ურთიერთობა სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ძალიან ძლიერია. ნახეთ რა ხდება სამხრეთ ამერიკაში. არის ქვეყნების ტალღა, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის მეგობრები ხდებიან. და იცით ეს რაღაც საოცარია. ასეთი ქვეყნები როგორიცაა ბოლივია და ჩილე, პერუ, რომლებიც წარსულში ისრაელის წინააღმდეგ პოზიციებს იკავებდნენ. კოლუმბია, არჩეული პრეზიდენტი ისრაელის ნამდვილი მეგობარია. სხვათა შორის ნახევარსაათში შევა უშიშროების საბჭოში, რთული დისკუსიისთვის იუდეასა და სამარიაში დასახლებასთან დაკავშირებით. დისკუსიას წაიყვანს კოლუმბიის ელჩი, მაგრამ ის წინა მთავრობის ელჩია. ის მტრულად არის განწყობილი, რა თქმა უნდა დაგვიტევს, მაგრამ რამდენიმე კვირაში, აგვისტოს დასაწყისში, ახალი პრეზიდენტი დაიკავებს პოსტს. ის ჩაანაცვლებს ამ ელჩს და ამიტომ სამხრეთ ამერიკიდან ძალიან კარგი ამბებია ისრაელის მხარდაჭერის შესახებ. კოლუმბია ამ მოძრაობის სიმბოლოდ იქცა. აბელარდო დე ლა ესპრიელამ კოლუმბიის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა და დახპირდა, რომ აღადგენს ურთიერთობებს ისრაელთან და შეერთებულ შტატებთან, გუსტავო პეტროს მთავრობის დაძაბულობის შემდეგ. ეს დეტალი მნიშვნელოვანია, რადგან დანონმა სამხრეთ ამერიკაში მომხდარი ცვლილება მიიჩნია იმის მტკიცებულებად, რომ ისრაელის იზოლაცია აბსოლუტური არ არის. პირიქით, მაშინ როცა საერთაშორისო ფორუმები ზეწოლას ახდენენ, რეგიონში ახალი მემარჯვენე ლიდერები ცდილობენ თავიანთი ქვეყნები ვაშინგტონისა და იერუსალიმის გვერდით დააკენონ. უნგრეთიც გამოჩნდა ისრაელის გათვლებში, თუმცა გაფრთხილებით. ორბანი მოხსენიებული იყო როგორც ისრაელის მტკიცე მოკავშირე საერთაშორისო კენჭისყრებში, თუმცა მან მთავრობა დატოვა 2026 წლის აპრილის საარჩევნო მარცხის შემდეგ. პეტერ მაჯიარის ახალმა მთავრობამ შეცვალა პოლიტიკური გარემო ბუდაპეშტში და ეს ისრაელს ავტომატურ მხარდაჭერას ართმევს ევროპაში. ეს ზოგიერთ რეჟიმში მხარდაჭერას ართმევს, მაგრამ არსებობს მეორე მხარეც.
მაგალითად, უნგრეთი ვნახეთ. სხვათა შორის, თქვენ ვზნობთ ცვლილებას უნგრეთში, ასევე გაეროშიც? არა. ჯერ არა, მაგრამ ნამდვილად ვარაუდობთ, რომ იგივე აღარ იქნება. ორბანი ისრაელისა და შეერთებული შტატების ნამდვილი მეგობარი იყო. ის ძირითადად ევროკავშირის ფარგლებში მოქმედებდა. ევროკავშირში გადაწყვეტილებების მისაღებად ყველა წევრის კონსენსუსია საჭირო და ავტომატურად. ყოველ ჯერზე, როცა ისრაელის წინააღმდეგ გადაწყვეტილებას თავაზობდნენ, ისეთი ქვეყნები როგორიცაა ესპანეთი, საფრანგეთი, ორბანი, მოდიოდნენ და ამბობდნენ ამას არ განვიხილავთ. მე სრულიად ვეთინააღმდეგები ამ განხილვას. მან მაშინვე უარყო განხილვა. ვფიქრობ, ახალი მთავრობის პირობებში უნგრეთში ეს ასე აღარ იქნება, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს მოკავშირეები, რომლებიც გვჩებიან და გვეხმარებიან, მაგალითად ჩეხეთი, ბულგარეთი და სხვები. ანუ ხომ ასეა, ჩემთვის მნიშვნელოვანია გადავწე გზავნილი, რომ მარტო არ ვართ. მიუხედავად იმისა, რომ გონია ყველა ჩვენს წინააღმდეგაა, ეს ასე არ არის. ჩვენ გვყავს მეგობრები მსოფლიოში. მიუხედავად ამისა, დენჰამმა ახსენა ისეთი მოკავშირეები, როგორიცაა ჩეხეთის რესპუბლიკა და ბულგარეთი, რათა აჩვენოს, რომ იერუსალიმს ჯერ კიდევ აქვს მნიშვნელოვანი დიპლომატიური კავშირები უფრო კრიტიკულად განწყობილი ბლოკის მიღმაც. ისრაელის შიგნითაც მთავრობა ასევე აძლიერებს ეროვნულ იდენტობას, როგორც გარე ალყაზე პასუხის ნაწილს. განათლების მინისტრმა იოაუ კიშმა გამოაცხადა რეფორმები, რათა ებრაული და სიონისტური სწავლება გახდეს სახელმწიფო დაფინანსებული საჯარო სკოლების სასწავლო გეგმის ცენტრში. განათლება, რეფორმები, ებრაული და სიონისტური სწავლება, სასწავლო გეგმას სკოლები. სირთულეების მიუხედავად, ჩვენ კვლავ ვაძლიერებთ განათლებას. არ გვავიწყდება ებრაული იდენტობა, ჩვენი მთავარი საყრდენი, რომელიც ყველაფერს ამაგრებს. ჩვენი კავშირი ისრაელის მიწასთან, თორასთან და თაობათა ჯაჭვთან. ჩვენ დავხარჯეთ ათეულობით მილიონი თორაზე, როგორც დისციპლინაზე და ტრადიციაზე, რათა გავაძლიეროთ ებრაული იდენტობა საგანმანათლებლო სისტემაში. პროგრამა ისახავს მიზნად, რომ ებრაული იდენტობა გახდეს სავალდებულო საფუძველი მოსწავლეთა აღზრდაში, ბიუჯეტის გაზრდითა და ბიბლიასთან, ისტორიასთან, მემკვიდრეობასა და ისრაელის მიწასთან კავშირის დაკავშირებული მასალების ჩართვით. მთავრობა მუშაობს კულტურული საფუძვლის გასაძლიერებლად საკუთარ სახლში. ერი, რომელიც გარედან ზეწოლას განიცდის, ცდილობს, რომ მისი ახალი თაობა არ დაკარგოს კავშირი თავის ისტორიასთან, რწმენასთან და ლეგიტიმურობასთან. ტრამპმა ასევე დააკავშირა საგარეო კრიზისი შეერთებულ შტატებში არსებულ იდეოლოგიურ დაპირისპირებასთან. ტრამპმა თავის ბოლო გამოსვლაში დემოკრატ-სოციალისტი კანდიდატების წინსვლა შეაფასა როგორც სერიოზული საფრთხე ამერიკულ ერს. ზორან ბამედანი ამ კვირაში მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მზად არის იყოს სოციალისტი კანდიდატების სახე. გაშინებს სოციალისტური მოძრაობის წინსვლა მსოფლიოში. კი, მე ვფიქრობ, რომ ეს მართლაც დიდი საფრთხეა ჩვენი ერისთვის. რადგან ეს არ არის სოციალიზმი, ეს სინამდვილეში კომუნიზმია. ისინი იყენებენ სიტყვას სოციალ-დემოკრატი, რადგან კარგად ჟღერს, მაგრამ სინამდვილეში კომუნიზმზე საუბრობენ. მე ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი ერისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა, ალბათ მისი დაარსების შემდეგ. ეს მოიცავს პირველ მსოფლიო ომს, მეორე მსოფლიო ომს, 11 სექტემბერს. ეს მოიცავს პერლ-ჰარბორზე თავდასხმას. ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე ჩვენი ერისთვის. ხალხი გაიღიმებს, როცა ამას ვიტყვი, მაგრამ ჭკვიანი ადამიანები იტყვიან, იცი, ალბათ მართალია. ეს ძირითადად კომუნიზმის შემოტანაა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასეთი საშიში რამ არასდროს ყოფილა. მადლობა. ეს განცხადება გაკეთდა შუალედური არჩევნების კონტექსტში. ირანის წინაშე სისუსტე და რადიკალური მემარცხენეების წინსვლა ერთი და იმავე პრობლემის ნაწილია. როცა დონალდ ტრამპი ამბობს, რომ მართავს საღი აზრით, ის ცდილობს თავისი პოზიცია დააპირისპიროს იმასთან, რასაც ის იდეოლოგიურ დაბნეულობას უწოდებს. ირანის შემთხვევაში საღი აზრი ნიშნავს, რომ თეირანს არ უნდა მისცე ჯილდო, სანამ თეირანი მოლაპარაკებას უარყოფს. შიდა შემთხვევაში ეს ნიშნავს კომუნიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, როგორც პირდაპირი საფრთხის ამერიკულ ცხოვრებაზე. ან ირანი შეასრულებს თავის დაპირებას, ან შეხვედრისგან თავის არიდება უფრო მეტ სიტყვის, ვიდრე ნებისმიერი ოფიციალური განცხადება. დიდი მადლობა, რომ ეს ვიდეო ბოლომდე ნახეთ. მხარი დაუჭერეთ ჩვენს პროექტს და ფინანსურად შეიტანეთ წვლილი იმ ფიქსის გასაღების საშუალებით, რომელიც თქვენს ეკრანზე ჩანს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი არხი, რომელიც მიზნად ისახავს თქვენთვის სიმართლის მიწოდებას. თქვენი წვლილი გვეხმარება საქმიანობის გაგრძელებაში.